სამომშვიდობის კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო მივესალმები იმ მაყურებლებს, რომლებიც გათიშული იყო მიკროფონი ბოდიშით, ანუ დაიწყო ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი, მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ვყავდეს ჩართვით ჩვენი მეგობარი საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძე. Როგორც ხედავ, გიორგი ხაზია. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა. კარგად ვარ გადასარევად, ძალიან კარგად. მე მინდა საგარეო პოლიტიკას შევეხო. იმ დროს ხო, საშინაო პოლიტიკაზე მე და გოჩამ ვისაუბრეთ წინა ნაწილში და ზოგადად შენთან ერთად საგარეო პოლიტიკას ვეხებით ხოლმე, ანუ მინდა შევეხო. გარდა იმისა, რომ ტრამპმა შეძლო და $1,200,000,000 კონტრაქტი წამოიღო არაბეთიდან, ანუ ყატარიდან წამოიღო $1,200,000,000 კონტრაქტი 400 მილიონიანი თვითმფრინავის კი აჩუქეს. ნუ ღმერთმა გაუმარჯოს. ეს ჩვენ ნაკლებად გვაწუხებს იმ დროს საქართველოს ამით რა, მაგრამ მე ზოგადად ვეხები საგარეო პოლიტიკას და იმის თქმა მინდა, რომ იქ ძალიან საყურადღებო განცხადებები გაკეთდა, რაზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება. ტრამპმა თქვა, რომ სირიას მოუხსნა თავიდან ბოლომდე მოუხსნა სანქციები, რისთვისაც მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტმა და ეს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ტერორისტებს ეძახდნენ და ასე შემდეგ, ხო, რომელიც მოვიდა. მაგრამ მან მოუხსნა და მზად არის, რომ დაამყაროს მასთან თანამშრომლობისთვის ეს კომუნიკაცია, ხო, ანუ მზად არის და ამიტომ მოუხსნა სანქციები. მაგრამ მან ასევე ირანზე ისაუბრა, რომ მას ირანთანაც უნდა ურთიერთობის დაალაგება და მოუხმო იქ მყოფ პრინცებს და ნუ არაბ შეიხებს პრინცებს და მოუხმო და უთხრა, რომ თქვენი დახმარებით იქნება გამოგვივიდეს ჩვენ ირანთან დავალაგოთ ურთიერთობა. რის შემდეგაც სხვა არხებით ვნახე ირანის პრეზიდენტის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენო ერთგულები და პრინციპულები ვრჩებით იმ პოზიციისა, რომელიც გვეჭირა და გვიჭირავს თავიდანვე გვეჭირა და ბოლომდე ამას დავიჭერდა, ჩვენ არ ვჭირდება ტრამპისგან ასეთი და ასე შემდეგ. ნუ გასაგებია, რომ შეიძლება რაღაცაზე ვერ შეთანხმდე, მაგრამ აქ მზაობაზე მაქვს საუბარი, რომ ტრამპი მზად იყო, ამერიკა მზად იყო იმისათვის, რომ ყველა ქვეყანასთან დაელაგებინა ურთიერთობა. ანუ ეს ძალიან კარგი ნიშნულია იმისა, რომ ჩვენც მაგალითად ავიღოთ, რომ ყველასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. კი არ დავძაბოთ ჩვენ წინა გადაცემაში მე და გოჩამ ვისაუბრეთ. კი არ უნდა დაძაბო რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა, რომ სხვა ქვეყანასთან დაალაგო. არამედ ყველასთან უნდა შეეცადო ურთიერთობის დაალაგება და ეს არის ჩვენი, ესე ვთქვათ, პირველი თემა და მეორე თემა მინდა ისევ ევროპას შევეხო, მაგალითად ჩვენ ვნახეთ, რომ რუმინეთში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და ძველი საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა სასამართლომაც და ცესკომაც და ასევე ვნახეთ, რომ პოლონეთში პირველ ტურში მიდის თითქმის ერთნაირად, მან %ნახევარია სხვაობა, ლიბერალური და კონსერვატორებისგან კანდიდატები. ანუ ისინი მიდიან და ერთმანეთისთვის თქვა თანასწორი პოზიციები უჭირავ თითქმის, ნუ სხვაობა არის ცოტა. რის თქმა მინდა, რომ შესაშურია პრინციპში, ხო, შესაშურია, მაგალითად, მე მშურს ასეთი დემოკრატია. მე მშურს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები, სადაც რეალურად კანდიდატებს აქვთ რეალური შანსი გამარჯვებისა. ის კი არა, რომ ერთ კანდიდატს აქვს განსხვავება რაღაც 8-12% და მე უკვე მომდევნო არჩევნებში შემხვდები, რომ შანსია. არა, რომ კონსერვატიულს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მხარეებს თითქმის ერთნაირი გამარჯვების შანსი აქვთ. და ასეთი რამე შესაძლებელია მე რომ მკითხო მხოლოდ მართლა დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე ასევე პოლონეთი ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია, ჩვენ რა, ნუ ხალხს მიაჩნია, რომ პოლონელი ხალხი არის მთლად თავიდან ბოლომდე ლიბერასტები არიან.
რაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მე მახსენდება ადრე დაახლოებით 1 წელიწად ნახევრის მე თუ 2 წლის წინ შეიძლება მეშლებოდეს, როდესაც პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა თქვეს, რომ ყველა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს გეი აღლუმი, 78-მა რეგიონალურმა სამსახურმა და მერებმა და გამგეობამ უარი განაცხადა და თქვეს, რომ არა, ჩვენ ტრადიციული ხალხი ვართ და აქ გამორიცხულია მსგავსი რამე არ იქნება. მაშინ უკვე ჩანდა, რომ იმ ხალხს არჩევანის უფლება რეალურად აქვს. ის კი არა, რომ ვითომ და როგორც ხდება ხოლმე, ვითომ და არჩევანს აკეთებს, მაგრამ სინამდვილად არჩევანის სხვაგან გაკეთდა და როცა ლისაბონის ხელშეკრულება მიიღეს, გიორგი გახსოვს შენ ალბათ და გოჩაშეც 2 დღე მიდიოდა სამიტი და იქ შეიტანეს 3 პუნქტი. სწორედ სახელმწიფო რელიგიაზე, აბორტებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ირლანდიისა და პოლონეთისათვის. ეს არის 2 ძალიან კათოლიკური ქვეყანა, სადაც ლიბერალური რაღაც კანონმდებლობა, რომელიც რაღაც კანონები, რომელიც შეტანილია ლისაბონის ხელშეკრულებაში, რომელიც ევროკავშირის კონსტიტუციის შემცვლელად ჩამოყალიბდა, პოლონეთს და ირლანდიას რამოდენიმე კანონი ამ პუნქტი ამ ლისაბონის ხელშეკრულებიდან არ ეხება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კათოლიკური ქვეყანა და კი ბატონო, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი თქვა პოლონეთს, რომ გეი აღლუმი ჩაეტარებინათ, მაგრამ აქ ჩვენ ხედავთ რას, რომ ტარდებოდა ეს აღლუმი, მაგრამ არ ტარდებოდა იქ, სადაც ეს ხალხს არ უნდოდა. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ამაზე ვსაუბრობ რა, ამ კუთხით ეს დემოკრატია, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ევროპულ ქვეყნებში მუშაობს ახლა სადღაცას არის, აი ჩვენ რო გვეუბნებიან ახლა, აი გვაძალებდნენ. ბიჭო, როგორ შეიძლება დამაძალო მე კონსერვატიულ ქვეყანას რაღაცა დამაძალო, როდესაც იმ აი თუნდაც პოლონეთი ავიღოთ ისევ მაგალითად, როდესაც მან შენ ვერ აძალებ პოლონელ ადამიანს, რომელიც თავიდანვე მან იზრდებოდა იდეოლოგია ევროპული აქვს, ის გეუბნება, რომ არა, აი ამ რაიონში ამ გამგეობა იქნება თუ მერის მუნიციპალიტეტი, აქ არ იქნება, იმ ქალაქში არ იქნება, სხვა ქალაქში არ იქნება, ვარშავაში იქნება, კი ბატონო იყოს, მაგრამ აქ ეს არ მოხდება. და ყველანი თანხმდებიან არანაირი ერთმანეთთან, არც სიძულვილი უჩნდებათ, არც იდეოლოგიური მტრები ხდებიან ერთმანეთსა და დედის გინებით არ არიან დაკავებულები. ძალიან საინტერესო დაიწყეს შენ სწორედ ახსნა იმის, რა ხდება ამ წუთში ევროპაში. გასულ კვირას ფაქტიურად ევროპაში ჩამოყალიბდა 2 მიმართულება და 2 პროევროპული მიმართულება, ორივე პროევროპული მიმართულება ეს არის ევროპელი კონსერვატორები, რომლებიც საკმაოდ გაძლიერდნენ და წამოიწიენ იტალიაში, ახლა შეგამ ფაქტიურად მეორე ადგილი დაიკავა პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში, იგივე რუმინეთში, იგივე იმაში, რა ქვია, ბელგიაში საერთოდ კონსერვატორი მემარჯვენე კონსერვატორების ხელშია მმართველობა და პრემიერ-მინისტრი ენვიას პარტიიდან არის. ავსტრიაშიც იგივე იყო და ახლაც ფაქტიურად კონსერვატიული პარტია არის ძალიან ძლავრი და თითქმის ყველგან საფრანგეთში მესამე ადგილზეა კონსერვატიული პარტია და მომავალ პრეზიდენტად ასევე განიხილავენ იმას, რა ქვია, ჯორდან ბარდელას. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. საინტერესოა ის, რომ ევროპელი კონსერვატორები ძალიან მაღალ დონეზე ავიდნენ ბოლო 5 წლის განმავლობაში. 10 არა, 5 წლის განმავლობაში, 5 წინა არჩევნებზე ესეთი თქვა წარმატებები კონსერვატორებს არ ქონდათ. მოდი ეს დავაბრალოთ ლიბერალიზმის ესე ვთქვათ გადაცდომებს ამას. იმას ყოველ შემთხვევაში ორივე ევროპული მიმართულებაა და რატომ? გასულ კვირაში რუმინეთის არჩევნების წინ, ხუთშაბათს, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო ჩამოსული ბრიუსელში. ორივე, ანუ კონსერვატორები შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ანუ იქ მწვანეებსაც, იმასაც რა ქვია, სოციალისტებსაც, იპიპისაც, კონსერვატორებსაც და ყველას. ასევე ბუქარესტის მერი, რომელმაც ახლა გაიმარჯვა,
ისიც იმავე ფორმატში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იყო წარდგენილი და წარმოდგენილი. რაც შეეხება პოლონეთში ფაქტიურად სოციალისტების და კონსერვატორების ბრძოლა მიდის ბოლო 12 წელიწადია თუ უყურებთ ჩვენ კაჩინსკის პარტია გაიმარჯვებს, მერე ტუსკის პარტია გაიმარჯვებს, მერე ისევ კაჩინსკის, ისევ ტუსკის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ევროპამ ახალი დემოკრატიის ფორმები მიიღო, რომელიც არის დაფუძნებული სწორედ იმ დემოკრატიაზე, რასაც ჩვენ ვამბობთ მემარჯვენეობაზე და მემარცხენეობაზე. ხო, ანუ ფაქტიურად ის 70-იანი წლების, 60-იანი წლების მემარჯვენეობა, მემარცხენეობა ისტორია მეორდება ისევ მოტრიალდა ევროპაში და აი ევროპის კონტინენტზე ჩვენ ვხედავთ ამის ნათელი მაგალითები არის, აი დაიფილტრა დემოკრატია და ჩვენ ასე თუ ისე უყურებთ კონსერვატიზმისა და სოციალ-დემოკრატიის ჭიდილს, რომელსაც ასე თქვა ულტრამემარცხენე სოციალისტებთან არაფერი საერთო არ გააჩნიათ რა. ანუ ესეთი ევროპა ნელ-ნელა ყალიბდება მემარჯვენე ცენტრისტულ, ანუ სოცდეკებს ვამბობთ ცენტრისტები და მემარჯვენეები, ანუ კონსერვატორები. აი ამ მოცემულობაში მივდივართ და თუმცა ამ მემარჯვენეობას ულტრამემარჯვენეებთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. არა. თუმცა ულტრამემარჯვენე ყავს ჩვენ იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფაქტიურად არის მემარჯვენე ცენტრიზმის მიმდევარი. ბარდელას მომენტიც იმიტოა, ხო, უყურე მან რატო არის მარი ლიპენიმ რატო დაიწია უკან, იმიტომ რომ მას გინდა არ გინდა მაინც ულტრამემარჯვენე სახელი ჰქონდა, მაგრამ ბარდელას შემთხვევაში თუ ისინი ერთად იქნებიან, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში უკვე ნახევარზე მეტი შეიძლება უკვე კონდეს მხარდაჭერა იმისი მემარჯვენე ცენტრისტულს, იმიტომ რომ რეალურად აი შენ თქვი გიორგი, ლიბერალიზმის აი ამ ულტრა და მე რაღაც გადაცდომებმა გამოიწვია ის, რომ უკვე ძალიან ულტრა მემარჯვენეც წამოვიდა საპირწონეთ და ამას ჯობდა რასაკურველია სადღაც შუაში გავლა და უკვე ისევ სოციალ-დემოკრატსა და კონსერვატორ შორის იყო ჭიდაობა, ანუ კლასიკური მასში გადავიდა ისევ ფაზაში და მე ვფიქრობ მისასალმებელია, იმიტომ რომ კლასიკური დაპირისპირება მათი, აი გიორგი ამბობდა, ეს არ ნიშნავს გინებას, ეს არ ნიშნავს რადიკალურ ქმედებას, ეს არის ნორმალური ყოფითი ცხოვრება, სადაც ჩვეულებრივი რამეა უკვე, როცა ადამიანები კამათობენ, როგორ ჯობია თავისი ცხოვრების კეთილდღეობის მოწყობა, ბიუჯეტის გადანაწილება. მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა დავინახოთ კიდევ, ანუ როდესაც გიორგი საუბრობს, რომ ეხლა თითქმის თანაბრად არის, ხო, ანუ ის ლიბერალური და კონსერვატიული. ხო, გუშინ და გუშინ წინ ხო არ იყო თანაბრად, ხო, ლიბერალური ხო უფრო მაღლა იყო. ეს რას ნიშნავს, რომ ის ვინც დღეს აწვება კონსერვატიულს, გუშინ აწვებოდა ლიბერალურს, ოღონდაც ის აწვებოდა ამ ლიბერალურს იდეოლოგიიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი პირადი, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ ყოფილიყო ან ლიბერალი, ან კონსერვატორი. ის უბრალოდ თვლიდა, რომ ქვეყნისთვის და ზოგადად ხალხისთვის დღეს ჯობია ესე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ მე არ შეიძლება გავხდე და გადავიდე, ვთქვათ, კონსერვატიულ მხარეს, თუკი მე ჩავთვლი, რომ ხვალ ასე ჯობია. ოღონდაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის გადახრა და იდეოლოგიის შეცვლა. ჩვენ როგორ გვესმის, რომ დღეს პროლიბერალური არის LGBT და კონსერვატიული არის, აი თუ ოჯახის სიწმინდეზე საუბრობ. ევროპაში ეგრე არ არის, ის ვისაც თქვათ ლიბერალური აზროვნება აქვს, ისიც ოჯახის სიწმინდეზე საუბრობს ევროპაში. და კონსერვატორიც საუბრობს, მანდ ეკონომიკის განვითარებაზე, ქვეყნის მიმართულებაზეა საუბარი, კონსერვატიზმი ქვეყნის საშინაო და საგარეო ვექტორებზე არის. ამაზეა და ჩვენს მოსახლეობას ეს არ ესმის იმდენად სამწუხაროდ ამომრჩეველს. ჩვენთან როგორ არის კონსერვატორი ეს არის მხოლოდ ოჯახის სიწმინდე და ლიბერალი ეგ არის მხოლოდ LGBT. და ხელისუფლებაში თუ დღეს საუბრობენ კონსერვატიზმზე ეს არის, ესე იგი, აი, ხელისუფლება დღეს დადგა ოჯახის სიწმინდის რელსებზე.
ხვალ როდესაც ის საუბრობს რომ არა მოდი ამერიკასთან ან ევროპასთან დავალაგოთ ურთიერთობა ეს იმას ნიშნავს რომ მარტო LGBT ჩვენ ეს გვესმის ზარებიც არის ხოლმე ხო ეგეთი რომ რა გვინდა ევროპა მთელი ნაგავი ევროპიდან შემოდის ჩვენ ხო ამაზე ვისაუბრეთ გიორგი წინა გადაცემაშიც რომ ევროპიდან მინდა სოციალური პაკეტები მინდა ევროპიდან თავისუფალი სასამართლო მინდა ევროპიდან სხვადასხვა სიკეთე მინდა ევროპიდან და ის შრომის კოდექსი მინდა ევროპიდან სამედიცინო დაზღვევა მინდა ევროპიდან და ის რაც მე არ მინდა ევროპიდან სიტყვაზე ნახევარ ევროპასაც არ უნდა თვითონ იმ ევროპასაც არ უნდა და რა გქონია ევროპას უნდა კი ბატონო ამიტომ განვავსხავოთ ჩვენ რომ ეს კონსერვატიზმი ლიბერალიზმი ცენტრიზმი თქვა და ასე მემარჯვენე მემარცხენე ეს არ არის კონკრეტული იდეოლოგია რომელსაც შენ არ შეცვლი იმიტომ რომ ეს არის შენი პრინციპული მიდგომა არა ჩემი პრინციპული მიდგომა არის ოჯახის მიმართ ხედვა ოჯახის სიწმინდის შენარჩუნების ჩემი პრინციპული მიდგომა მაგრამ მე აი გიორგი დამეთანხმება ლიბერალიც იყო და შეიძლება იყო ლიბერალი შეიძლება იყო კონსერვატორი და ეს პრინციპი შენარჩუნებული კი ბატონო შეიძლება ტროცკისტი იყო ახლა ოჯახი ისეთი რაღაცა არის რომ იქ ეგ უბრალოდ ჩვენმა მაყურებელმა რო გაიგოს და მიხვდეს რომ აქ იდეოლოგიის შეცვლა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს გამოიყენა ზუსტად იდეოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. რომ აქედან წამოიყვანოს და უშინდელ იმაზე ნახეთ რამდენი ყოფილი ვარ და ეფიჩო ხელისუფლება კი არ იყო იქ მისული მარტო იქ ჩვენც ვიყავით ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივად ისეთები რომლებსაც ზოგს ევროპა უნდა ზოგს ამერიკა უნდა ზოგს რა ვიცი თავისი ლიბერალური მოსაზრებები აქვს რაღაც ნაწილში მაგრამ ის რაც არის ოჯახზე რწმენაზე რელიგიაზე ეს განსხვავებული თემაა კაცო ცალკე საკითხია პატრიარქის მოწოდებულზე რომ ხო და ამ დროს ვიღაცა ამ პოლიტიკურ ნაწილში უნდა მიითვისოს რომ ეს ჩვენ ვართ და ისინი თურმე სხვები არიან. ჩვენ გამოვიყვანეთო გუშინ ამას გადაგებთ. ხო ეხლა გოჩა და გიორგი როგორ გაიყვანეს ამათმა მეზერებაზე. ხო ნუ ჩვენ მივედით იქ თუ ვიყავით ვიღაცა მე ვერ ვიყავ მაგრამ თბილისში რო ყოფილიყარ აუცილებლად ქუჩაში ვიქნებოდი. გოჩა იყო მე ვიყავი ირმაინაშვილი იყო ჩვენი პარტიის აქტივი იყო მაგრამ ჩვენ ხო დროშებით ვერ დავდგებოდი ეს ხო პოლიტიზირებული არ არის. ვიდეო ცენტრში ხავს ველაპარაკებოდით მაგრამ ეს არ არის პოლიტიზირებული აქცია. ეს იყო პატრიარქის მოწოდება ჯერ კიდევ 2014 წელს რომ ეს დღე იქნება ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებული. მშობლების პატივისცემის და ჩვენთვის ეს არის პატრიარქის მოწოდება ეს არის ის ნათელი წერტილი რომლის დანახვაც გვინდა როგორ ჩვენ ასევე ბევრ სხვას ვინც პატრიარქს პატივს სცემს და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ პატრიარქს აქვს თითქმის 90%-იანი მხარდაჭერა რა გამოდის რომ საქართველოში ლიბერალები თუ არ აძლევენ თუ არ აქვს ლიბერალების მხრიდან მხარდაჭერა პატრიარქს მაშინ გამოდის რომ 10%-ია ის ლიბერალი და ჩვენ ხო ვიცით რომ ეგრე არ არის ლიბერალიც პატივს სცემს პატრიარქს კონსერვატორიც იქ მემარჯვენე მემარცხენე რა მნიშვნელობა სწორად თქვა გოჩამ რა მნიშვნელობაა კაცო ოჯახის სიწმინდე არის ადამიანისთვის პრინციპული საკითხი რომ და შეიძლება ადამიანი იყოს ლიბერალიც რა ქვია კონსერვატორიც და რავი ტროცკისიც როგორც ჩვენ თქვი და ასე შემდეგ გუში გიორგი მაგათ როგორ მოუვიდა ყვარყვარეში რო არის გამჭო წინ დაუდექი და ჯარს დაუდექი წინო ჩვენ მიყავს ისე დაუდგნენ აი ჩვენ გამოვიყვანეთ კი უბრალოდ გზა იცოდნენ იქ ყვარყვარეში ჯარი გადაუხვევს გზად აქ იცოდნენ სად მიდიოდნენ კი ბატონო სხვაობა სინამდვილეში ეგ არის რომ ახლა ჩვენ კი იმასავით გაქვია გიორგიმაც შენ არ გრებთ ხომ ხედავ აქ საშინაოში საგარეო ურთიერთობებზე გელაპარაკებით თუმცა გინდა არ გინდა მაინც ჩარეული ვართ იმიტომ რომ შენს გულით სულით მაინც აქ ახარ ხო იმიტომ რომ ეს შენი სამშობლოა კაცო რაზეა ლაპარაკი და ასია დარწმუნებული ვარ ემიგრაციის ძალიან დიდი ნაწილი რომელიც საფრანგეთშია ბელგიაშია იტალიაშია საბერძნეთშია ის ადამიანებიც ხომ ამ ქვეყნით ცხოვრობენ, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ხლა დალაგებული რო იყოს ალბათ ყველაფერი ნაკლებად იმას გექნებოდა შენს ტკივილი, როცა იცი რომ ყველაფერი კარგადაა, კაცო შენს ქვეყანაში, მაგრამ როცა იცი შენს ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა გინდა, არ გინდა, იმას ალბათ საფრანგეთის ამბებს რო უსმენ, მერე ალბათ საქართველოში რა ხდება პირველი ეგ გაინტერესებს. და სხვათა შორის დიდი მნიშვნელობა ექნება ალბათ გიორგი იმას, რომ როგორ განწყობებს და როგორ შემოიტანენ სწორედ ევროპაში მცხოვრები
ქართველები როგორ მოახერხებენ ამას. იგივე ევროპას მარტო არ ვამბობ მე რუსეთში მცხოვრები ქართველებსაც და ძალიან დიდი ნაწილი სხვათა შორის მიგვირს ხოლმე ხანდახან ძალიან კრიტიკულები არიან კაცო იქ და მეთქი აქ რო ლაპარაკობ არა უშავს მაგრამ იქიდან ტელეფონით რომ მელაპარაკები მეთქი რომ არ მოგწონს რა მეთქი პრობლემა არ შეგექმნას ანუ შენ წარმოიდგინე აქ ჩვენთან უფრო ძნელია აზრის გამოთქმა იმიტომ რომ მოახერხა აი ეს ყველაზე ცუდი რაც მოხდა სახელმწიფო მოახერხა რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმება უკვე მტრულ აზრად ანუ ჩვენ პირველ ნაწილში ვლაპარაკობდით ადამიანი რეკავდა იმაზე რომ აიო იმასო კაცო მელიას რო იმას ქენიო მიესალმე და ერთი ამბავი რო აქვს დატეხილიო ხო ადამიანური მომენტიაო და მე იძულებული ხდება რომ ახსნას და მელიაო კაცო სააკაშვილსაც ეჭიდავებოდაო იქეს გააკეთ და რა მნიშვნელობა აქვს ხო შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეთ აი გიორგი ამბობდა თითქმის ერთნაირია ასე ვთქვათ დაპირისპირება როცა ხდება იმ ევროპულ ვთქვათ პოლიტიკოსებს შორის მაგრამ იგებს ერთი მაგრამ ეს არ ნიშნავს მეორე მხარეს მტრად გამოაცხადებს კაცო აქ ჩვენთან როგორ არის იცი რომ სამშობლოს მტერია თუ იდეოლოგიურად არ ახარ იმაში რომ იმ პოლიტიკურ ძალაში უკვე ხელისუფლებაში თუ ვარ და განსხვავებული აზრი გაქვს შენ ჩემი მოწინააღმდეგე კი არ ახარ შენ გამოდი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე ხარ ანუ სახელმწიფო მე ვარ ეს ლუდოვიკოსის ამათ ამ პირდაპირ გადმოტანილი რომ სახელმწიფო მე ვარ და შენ როგორ ბედავ რომ შენ აპარაკობ და ჩემ წინააღმდეგ რაღაცას იძახი ეს ნიშნავს შენ სახელმწიფოს მტერი ხარ შენ მოღალატე ხარ ხო აი ეს დამოკიდებულება ვერ მოვახერხეთ და ვერ გადავტეხეთ თუმცა ვფიქრობ რომ ალბათ თანდათანობით მაინც ხდება ეს სხვათა შორის ვატყობთ კიდევაც აი გიორგი არ ვიცი თუ აკვირდები ხოლმე თუნდაც ჩვენთან შემოსულ ზარებში როცა ერთად ვართ განსხვავება მე 6 თვის წინანდელში აღარ ვლაპარაკობ 1 წლის წინანდელში 6 თვის წინანდელშიც კი და დღევანდელ ასე ვთქვათ შეხედულებებს ადამიანების ჩართვას მათ აზროვნებას რომ უყურებ რომლებსანაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს უკვე ჩანს ეს მომენტი თუმცა სოციალურ ქსელში შეიძლება ნაკლებად იმიტომ რომ ხო იმის მიხედვითაა მაინც სამეგობრო წრე რაღაც ერთი სამეგობრო ბაბლების მიხედვით არის ზარია ეთერში მოусმინოთ მაყურებელს ისაუბრეთ გისმენთ ალო დიახ გისმენთ ისაუბრეთ ქრისტიანს და ჭეშმარიტად აღდგა აი ერთი მაინტერესებს აი პატრიოტთა ალიანსი აპირებს თვით მმართველობის არჩევნებში მიღებას ჩვენ ამცით ჯერ ადრეა ჩვენ თქვათა შორის კითხეთ კიდევაც თუ თქვენ უსმენთ წინა გადაცემას მართლა გვაინტერესებს თუ საარჩევნო გარემო შეიცვალა და ვთქვათ და ოპოზიციამ დაუყენა ხელისუფლებას ესე საკითხი რომ ამ საარჩევნო გარემოთი იმ კომისიით იმ გარემო მარტო კომისია არ არის მთლიანად გარემო თავის კანონმდებლობით ყველაფრით თუ შეიცვალა და ხელისუფლება წავიდა ამაზე რომ კი ბატონო მე შევცვლი ამას მე გავხდი მართლა სამართლიანს გავხდი და ვეცდები ეს იყოს და ჩატარდეს არჩევნები ისე რომ არ წარმოიქმნას მე ვთქვათ გაყალბების რაღაც გარკვეული мотивация ამისი რომ არ იყოს და ღირს თუ არა მაშინ არჩევნებში ვთქვათ მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ ჩვენ ამ მდგომარეობით როცა ხელისუფლებას დე ფაქტო ხელისუფლებას თუნდაც რომელსაც არ ვცნობთ ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ვაყენებთ რომ მას ევროპული სივრციდან ევროატლანტიკური სივრციდან მთლიანად დავარქვა თუ კი ის განიდევნება მაშინ ის ამბობს მე სხვა გამოსავალი არ დამჭა მარტო ჩინეთი რუსეთი ირანი ვისთანაც ვინ ჩემ ლეგიტიმაციას ცნობს და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქნებით თუ არა თანამონაწილე იმისა რომ ეს ხელისუფლება რომ იქ რომ მიიდევნა და ამ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა ხო ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია იმისთვის რომ ამის გადაგვერჩინა და გამოგვეყვანა ხო იგივე თუ ამ ხელისუფლებამ მართლაც და რეალურად წამოვიდა იმაზე რომ ჩავატაროთ არჩევნები რაც შეეხება შემდეგ არჩევნებს და მხედველობაში მაქვს უკვე საპარლამენტო არჩევნები აქ უკვე თუ ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდა მაშინ დაისმება საკითხი რომ ის პარლამენტი რომელიც ყავს და არაუფლებამოსილი პარლამენტი ყავს იმიტომ რომ ნახე გახარიაც რომ შევიდეს შიგნით კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს ანუ პარლამენტი არის რომელსაც არ შეუძლია ფუნქციონირება ხო რეალურად აი დღეს რომ მიდის საუბარი კომისიაზე იმ კომისიაში კონსტიტუციაში გიწერია ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციიდან და შენი პარტიული სიიდან შესული რომ გამოგეყო და ოპოზიცია გახდა ის რო ყავს შიგნით შეყვანილი ეს ნიშნავს რომ შენ უკვე კონსტიტუციასაც აცდი ანუ თავიდან ბოლომდე გაჭედილი სიტუაციაა
სახელმწიფოში. ამიტომ გკითხეთ რომ თქვენი აზრიც გვაინტერესებს, რაც თქვენ ახლა იკითხეთ. თქვენი აზრიც გვაინტერესებს, რა შეიძლება გამოსავალი იყოს. შეიძლება თუ არა იყოს ეს გამოსავალი, რაც მე ახლა შემოგთავაზეთ და გითხარით. თუ კი ხელისუფლება დაჯდება მთლიანად ოპოზიციასთან და იტყვის რომ მე შევცვლი საარჩევნო გარემოს, მე შევცვლი ამას, კომისიის იმას დაკომპლექტების წესს, შევცვლი ამას, ჩავატაროთ და მიიღეთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. შერჩეული იქნება რამოდენიმე მოსამართლე, რომელსაც დაევალება არჩევნები განიხილოს საარჩევნო რაღაც დარღვევები. ოღონდ შერჩეული იქნება ოპოზიციასთან ერთად შეთანხმებული. კი, ანუ აი ამ შემთხვევაში ხო, ასეთ შემთხვევაში რატო ვამბობ და შემდგომ უკვე შევთანხმდეთ მე რომ ის უკვე ის პარლამენტი გინდა არ გინდა თუ მართლაც ნორმალურად ჩაატარებს დადგება საკითხი რომ ქვეყნის ინტერესთან გამომდინარე ხომ არის საჭირო არ ვიცი 6 თვეში, არ ვიცი 3 თვეში, არ ვიცი რაღაც პერიოდი შეიძლება შეთანხმდეს რომ თავიდან ჩატარდეს არჩევნები რომ სრულფასოვანი პარლამენტი მივიღოთ და გარანტია იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და მართლაც ვნახავთ რომ არ გაყალბდა, მაშინ არის შანსი იმისი რომ შემდეგი არჩევნების ნორმალურად ჩატარდეს, ხო? ალბათ აქამდეც უნდა მივიდეთ. მე მოსაზრებას ვამბობ თორე ახლა. ჩვენ ვჟელობთ ამას. ზარი ეთერში. მე ეხლა ერთი წამით გიო. ხო, გისმენთ ისაუბრეთ. ალო. გისმენთ ისაუბრეთ. თუ მისმე მომისმინე კარგად. კი ბატონო, ლუგეჭხუბები. იზია, გამეხედეთ მე გულიდან გელაპარაკე. კი ბატონო. თქვენ არჩევნები არ გინდა. თქვენ გეჩინიათ არჩევნები. იმიტომ გეჩინიათ რომ არ ყავს ხალხი ამდენი. დამჯახარ ტელევიზორში და ლაპარაკობს კაი ხალხი. რო გავალ ხალხში რას ველაპარაკები, რასაც ტელევიზორში ვლაპარაკობ, იმას არ ვილაპარაკებ. ტელევიზორს ვიდეო. ყველა ლაპარაკი კაი. სახში რომ მოგაკითხავ, ბაბუ, სახში რომ მოვალ, შენთან სხვა რამეს გეტყვი თუ იგივეს დაგელაპარაკები. რა მითხრა მე შეგატო. აბა შენ რა უნდა მითხრა, იგივეს ხომ ეტყვი? ვიდეო ცებას მითხრა. მიეცი კაცო რაზეა ლაპარაკი? ჩახმას ეზაყალბებს შე. ბაბუ. აი რა ლეგი. ბატონო ჩემო, მეიცი რა მაინტერესებს ერთი წამით. თქვენ ოცნებას აძლევთ ხმას? ვაძლევ. ძალიან კარგი. ობიექტივს რატო უყურებთ ეგ გამაგებინა? დაი ობიექტივს რატომ უყურებ ობიექტივს? არა, გეკითხები უბრალოდ გადართეთ და ობიექტივს უყურებთ. რამ დაგაინტერესათ ობიექტივზე? ანუ რა არის ახლა? ვიო, აპარატები გინდაო, აპარატების მერედამე. ათე გინდაო, ათე გინდა. აბა რა გინდა ბიჭია, რა. ხო და ამას გეკითხებით ზუსტად რომ ჩვენ თუ რასაც ვსაუბრობთ, თქვენთვის მიუღებელია. რატომ მოძებული ტიგა. ამებე ხაი კონსტიტუცია და საერთაშორისო აგენტებს ფაიდა. კი ბატონო, ერთი პარტია ყავდეს და იყოს ეგრე ხოჯობია. თქვენ არა თქვენ გირჩევნიათ რომ ერთი პარტია ყავდეს ქვეყანას, ხომ ასია? არა, გეკითხებით უბრალოდ. კარგი იქნება თუ ერთი პარტია გვეყოლება, ხო? ანუ გასაგებია. დიდი მადლობა ზარისთვის, ეს იყო. უსურვოთ გიორგი რაღაცას. კი, გიორგი, შენ უბრალოდ არა ძალიან პოლიტიკურად ძალიან ესე თქვა დახვეწილი ანალიზი გააკეთა ბატონმა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ რომ მოусმინოთ. გიორგი გისმენ. კი ბატონო, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამოსავალი წერტილი პარტიის შექმნის ანი და ხოე მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გზით მოვიდეთ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, შეიქმნა რაღაც ისეთი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა ძალიან გაურკვეველი სიტუაცია საქართველოში და ამას ამბობს ყველაც, ევროპელიც, ამერიკელიც, ქართული ოპოზიციაც და ეს ბავშვების ქუჩაში რომ დგანან და არ შედის კონცერტის ყურებში ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. მაგრამ მე წინა გადაცემაშიც ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, რომ თუ ჩვენ არჩევნების ბოიკოტი არ მოგცემს არაფერს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. აბსოლუტურად სრულიად ჩემი სუბიექტური აზრია და ჩვენ თუ კიდევ არჩევნების ბოიკოტზე წავალთ, შესაძლებელია, რომ ჩვენ ადგილზე ჩვენ იმ 4 პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის ახლა, ჩვენ გვინდა არ გვინდა, დღეს საქართველოში არის 5 პოლიტიკური წამყვანი ძალა, ეს არის მათ შორის პატრიოტთა ალიანსი და ის 4
მინდა არ მინდა ესე ჩემი პირად სუბიექტური აზრი ხო რომელსაც პოლიტიკური ძალა გააჩნია თორე ეხლა 7400 რაღაცა ისა რა ქვია ფიზკულტურისა და განჯანსაღების პარტიაც არსებობს საქართველოში და ისინი იღებენ არჩევნების მონაწილეობას მაგრამ ეს ხუთი პოლიტიკური ძალა თუ გავა ასპარეზიდან და გამოუცხადებს არჩევნებს ეს კიდევ ვამბობ ჩემი სუბიექტური აზრია ბოიკოტს ვერაფერსაც ვერ მოვიგებთ მე ესე მგონია და ჩვენ ადგილს დაიკავებენ ვიღაცა ის მართლა პრორუსული ესა რა ქვია ძალები მართლა რაღაცა ეს გაურკვეველი პოლიტიკური ძალები მართლა კოცებისგან შექმნილი ესა რა ქვია რაღაც ახალი გამომცხვარი პოლიტიკური პარტიები იქნება ესე და რატო ვაძლევთ ამის საშუალებას ხელისუფლებას ხომ არ ჯობია რომ ჩვენ რასაც გოჩა ლაპარაკობდა ამაზე გაუკეთოთ პრესი ხელისუფლებას ამაზე ვილაპარაკოთ ევროპელებთან და ამერიკელებთან რომ თქვენც ამაში დაგვეხმარეთ და აი რაღაცა სახელმწიფოს დავამსგავშოთ ის სახელმწიფო რომელსაც ვაშენებთ და რაღაცა 1986 წელს რომ დავიწყე პედაგოგია იმაზე მიტინგზე რუსთაველის მოედანზე პატარა ბიჭები იყო იქ ტრიალებთ ისე ხო ხომ უნდა დავთავდეს ეს ყველაფერი კი ბატონო ზარია კიდე აბა შემოუშვით პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ ალო გამარჯობათ მოგესალმებით მე გისმენს ყველაფერი კაცია მაგრამ რა მაინტერესებს ის ამ საქართველოს და ჩვენი ხრიდან ეს ერთი კაცი რა გახდა რომ ამდენმა ქართველმა ერნე ამეცას მომოუარეს ისაუბრეთ გააგრძელეთ ბატონო გააგრძელეთ ისაუბრეთ ხალხო ყველაფერი იყო დამიგია მაგრამ უბრალოდ ქართველი ხალხი მის გვერდში დგას კარგი სამსახურია გამემარა თუ ვარგისია რა გახდა ეს ერთი კაცი ახლა ქართველი ერისთვის ასიზავე გეგრე ის ერთ კაცს ამხელა ძალაუფლება აქვს და თანაც აფრაკეთოს მე 15,000 ლარები ფეიდინგს და ხალხი შველი დადუց ესმის მაგრამ მას თავისი წრე ყავს ეს იმას აქვს ფული და ჩვენ ქართველები ფული კი არა მუშტი და ისე გამოვა არა მუშტით არ გვინდა ეს ერთხელ ნანახი გვაქვს რა მუშტით კი არა გავიარეთ მუშტი კი არა პირდაპირ ტანკებს და ავტომატებით ვესროდით ერთმანეთს და ჩვენ შვიდები ვარ ესმის მაგრამ ფორმა უნდა მოუძებნოთ აი გიორგი ლაპარაკობდა თქვენ რა გონიათ აი ფორმა მოუძებნოთ მეც აგერ რაღაცას ჩემთვის თქვათ ვფიქრობ ხმამაღლა გიორგიც მეორე გიორგიც ასე უნდა ვიფიქროთ ფორმები მოუძებნოთ ისეთი ფორმები რომლებითაც შეიძლება ავტომატით და ტანკით და მუშტით რომ არ გამოვიდეს ეს საქმე ავტომატურად არ ამბობ აბა მუშტს რომ მოუქრე მე ის პისტოლეტს მესვრის იმიტომ რომ მე ავტომატიც იმას აღავს და ტანკიც და სხვანაირად ჯარის იმასე ეკვემდებარება პოლიციას და დაბერმაც ეგრე სადარია მოგვერევიან ეგრე არ გამოვა მასე არ გვინდა და მივჩენები ვარ არა არჩევნებით უნდა მოვახერხოთ ეგ ამბავი და გაკეთდება კიდევაც ეს შეიძლება ფორმების მოძებნა შეიძლება აი გიორგი ამბობდა აზრს და ჩვენო დავეთანხმოთ მაყურებელს დავეთანხმოთ იმაში რომ რაღაცა არის გასაკეთებელი ანუ მაყურებელი ამას ამბობს რომ აი ეს მშივრები უზივართ რა გახდა ბოლოს და ბოლოს რომ ჩვენ ამდენმა ადამიანმა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ ამაში გეთანხმებით ბატონო ჩემო და ბოდიში დიახ გისმენთ როდის მოვიცეთ იქ მაგაცავით რომ ხოდეს მე 10,000 და 5,000 არის სამოსავალი მაშინ მოვიცეთ ვეღარ მისუგო ოჯახებად ხელფასი არაფერი და ის მოუწადო ართალი ყველას რო კონდეს 10,000 და 15,000 ვინ ამოიღებდა ხმას კაცო ამ ხელისუფლებაზე აბა მანე მაგერ სამეიკება ყუთი ესულები ამ ბიუჯეტის ფინანსირებენ და ჩვენ რა დიახ გეთანხმებით ამიტომაც ვცდილობთ რომ მოვიფიქროთ რაღაც კონსტიტუციური ფორმა აბა ჩემ არ იბრძოლა კაცო სამამულოში მაგრამ რომ ჩვენ არ ბაბუჩემ არ იბრძოლა სამამულოში დიახ კი ბატონო მოძიოთ მე როცა გამიზახეთ აი ნომერ მაშინ გამოვარგავე გაიხარე აჩენებს მაგრამ უკვე 30 წელიწადია უკან მივდივარ ეთანხმებით არა ეგ არის რომ უნდა მოვახერხოთ რა იცით თუ ჯარს ხელმძღვანელი არ აყავს
ხო, არაფერი არ ეშველება, იმიტომ რომ ამიტომ უნდა მოვახერხოთ დარაზმვა, სტრუქტურული შექმნა იმისი, ერთად როცა ვართ, მარტო ერთობა არ კმარა, იმ ერთობას თავისი ფორმა აქვს, იმიტომ რომ ასე მოიგო, აი უძველესი დროიდან პირველი ეგვიპტელები მწკრივი გააკეთეს, მერე რომაელებმა შექმნეს ფალანგა გააკეთა ბერძნებმა ამას, ანუ უნდა მოვახერხოთ ისე დარაზმვა, რომ შევძლოთ მოგება. მარტო ის არ კმარა, აგერ რუსთაველზე გამოვიდა 200,000 კაცი გამოდიოდა და აგერ გიორგი ამბობდა, რაც თავი მახსოვს დაუბერდით იმ რუსთაველზე, მაგრამ ვიგებდით ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ვიცოდით რა გზით მივდიოდით, რას ვაკეთებდით. დღეს არეულ-დარეულია სიტუაცია. დღეს ფაქტიურად ადამიანებს პროტესტის გზნობა აქვს, თუმცა მე ეს პროტესტი როგორ გადააქციონ, ძალად ამას ვერ ახერხებენ. აი რაღაცებს, აი ახლახანს ვლაპარაკობ თუ გვისმენდით, რა ფორმები შეიძლება იყოს მოძებნილი. მე ამ ფორმებში გიორგი იმას ამბობდა, დასავლეთმაც, ანუ ვისაც ხელში უჭირავს, მაგრად ეთკინა ამ ხელისუფლებას ის სანქციები, რომელიც მათზე მოქმედებს. აი თქვენ ამბობთ, ფულს ესენი იმიტომ შეულობდნენ, რომ მე დასავლეთში უნდა წასულიყვნენ, შვილმა იქ უნდა ისწავლოს, განათლება იქ უნდა მიიღოს, თვითონ იმას რა ქვია, დასასვენებლად იქ მიდიან, სახლებს ყიდულობენ იქ, რატო? იმიტომ რომ იქ მოსწონთ კომფორტია. ხო, სხვაგან კომფორტი ისეთი არ არის. და თუ ეგ სანქციები მასზე მოქმედებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ტკივა რაღაცა, გამოსავალიც უნდა მოუძებნოთ, ხო? მაგაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთიც მოგვეხმაროს, ისინიც რომ დაინახავენ, რომ ჩვენ ისეთ რაღაცას ვთავაზობთ მათ, რომელიც სიტუაციასაც შეცვლის. კონსტიტუციურ ჩარჩოში აი გიორგი იძახდა, კონსტიტუციურად როგორ უნდა შევძლოთ მათი შეცვლა. აი ესეთი ფორმით უნდა წავიდეთ და შეიძლება ამის გაკეთება. შეიძლება მშვიდად რევოლუციების გარეშე, მუშტის დარტყმის გარეშე გონიერად, ოღონდ აი შევძლოთ და გავაკეთოთ ერთად და გააგრძელოს. მე იმიტომ მინდოდა გიორგის კი შევაწყვეტინეთ, მაგრამ მე მგონი სწორედ ამაზე ლაპარაკობდი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მე მგონი იქნება, იმიტომ რომ შენ გაქვს ამ წრეებთან ურთიერთობა და იცი ისინი მაყურებელს მადლობა ზარისთვის, მაყურებელს კი ბატონო, ზუსტად მაგას ვამბობდი გოჩა, რაც შეთქვი და რასაც გიორგიც ამბობდა, ეხლა რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. მე როცა ვიძახი რომ ევროპას და ამერიკელებთან ერთად, იცი რა არის, ევროპელები და ამერიკელები დღეს ჩვენ სხვანაირად ვისვამენ საკითხს. აი გასულ კვირაში ზუსტად ესე მე როცა მქონდა შეხვედრები ემასთან, რა ქვია, ვისაც ხვდებოდი ევროპარლამენტში და ხვდებოდი არა იმათ, ვისაც ქართული ოპოზიციური არხები ყოველთვის გვაჩვენებენ ხოლმე და ემაშვებიან, არამედ იმ ხალხს, ვინც რეალურად ქმნის პოლიტიკურ ამინდს ევროსტრუქტურებში და ევროპაში, ხო? ისინი ამბობენ, რომ თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ჩვენ და მოგვეხმაროთ, რითი დაგეხმაროთ. კი ბატონო, მე ვიცი რაც ხდება შენ ქვეყანაში. ვიცი რომ ესა რა ქვია, სანქციები იმუშავა. მაგრამ რაღაც მომენტის მერე არც ერთ ქვეყანაში, აი ირანი რო ირანია, იქაც კი აღარ იმუშავა მერე სანქციებმა, ხო? რუსეთში ფაქტიურად აღარ იმუშავა, იმუშავა, მერე აღარ იმუშავა, მერე რაღაცა ესე გაჩერდა და მერე იმიტომ რომ რაღაცა ხდება ხოლმე და არ მუშაობს. ყველაზე მეტად ამ სანქციებით არ არსებობს სანქციები, რომ მოსახლეობა არ დაზიანდეს ამ სანქციებით. ყველაზე მეტად მოსახლეობა ზიანდება ამ სანქციებით. ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ, ხო, კონსერვატორებმა კონსერვატორებთან, სოციალ-დემოკრატებმა სოციალ-დემოკრატებთან, ავიცი ლიბერალებმა ლიბერალებთან წავიდნენ და ეს აი ერთად რაღაცა უნდა შევქმნათ. ხო, აი პრეცედენტი კი წეხან ვამბობდი, რომ აი რუმინეთის წარმომადგენლები პრეზიდენტობის რო ჩამოვიდნენ, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს დაელაპარაკენ, ყველასთან მივიდნენ ისინი. ჩვენც ესე უნდა, ჩვენ თუ თვლით, რომ ევროპიდან მე მინდა წამოვიღო ევროპული საარჩევნო, ეს რა ქვია, გარემო, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული მედიცინა, ევროპული განათლება. ამაშიც ჩვენ მივიდეთ და ველაპარაკოთ იქნება და ერთად ვაკეთებთ ამას. მე იმას კი არ ვამბობ, რასაც ახლა მე ვამბობ, ეს აპრიორი სიმართლეა, მაგრამ დიალოგში იბადება რაღაცა ესა, ხო? გონებრივ სტუმრს ვეძახით მე ამას, ხო? რაღაცა რაც მეტი ეს არის, უცებ გამოჩნდება ის რამაც შეგვიძლია მივუყავთ. მეორე კითხვა, რასაც სვავდნენ ესენი ევროპელები ოპოზიციის, ის წერტილი, სადაც შეგიძლიათ თქვენ რომ დაждდეთ ხელისუფლებასთან დასალაპარაკებლად.
გვა აქვს ჩვენ ამის მზაობა, ის წერტილი ვიცით, რაზეც შეგვიძლია დავждეთ და ხელისუფლებას და ველაპარაკოთ. ხა ჩვენზე ბერშენზე და გიორგიზე არ მაქვს ეს ლაპარაკი, ხო? ოპოზიციაზე მაქვს. აი, გიორგი, სწორედ იმ პაატა ბურჭულადესთან იმიტომაც ვიყავით მისული, რომ არის რაღაც პლატფორმა, სადაც განსხვავებული აზროვნების, განსხვავებული ხედვის, მაგრამ სადღაც შეკრება შეიძლება, სადაც შეიძლება ასეთი საკითხები წამოწიო, იქ მოკავშირე ნახო, პროცესი, რასაც შენა. თავარია პროცესი დაიძრას და მე პროცესში გამოჩნდება უკვე ხო ვიღაც თანახმა, ვიღაც არ არის თანახმა, ვიღაცა უკეთეს ამბობს, ვიღაცა ნაკლებად კომპრომისზე მოდის რაღაცაზე. მე ვფიქრობ აი ეს პროცესის დაწყება ერთ-ერთი მთავარი და რა თქმა უნდა. აი მე უკვე წერტილი რომელსაც შენიძახი, აი წერტილი შეიძლება იყოს სწორედ საარჩევნო გარემო თქვათ. ისეთი რამეა რომელიც ყველასთვის გინდა ხელისუფლებაში იყავი, გინდა ოპოზიციაში, ეს არის ის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ის ადგილი, ის პლატფორმა, სადაც თამაშის წესებს ვაყალიბებთ, ხო? როგორ უნდა მოხდე პარლამენტში, როგორ უნდა ხელისუფლება, ძალაუფლება როგორ აიღო, როგორ უნდა გადაანაწილო. ხო, ამას ყველაფერს საარჩევნო გარემო ქმნის და ადამიანები ნაკლებად აქცევენ ხოლმე ყურადღებას, ჩვენს საზოგადოებას სულ ყოველთვის ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მე უკვე პოლიტიკურ სპექტრს ალაგებს. და რამდენად სამართლიანი ეს გარემო ამას არის მნიშვნელოვანი. კი. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა. ჩვენ გელოდებით მომავალ ორშაბათს. ხო, რაღაც პრობლემები. არ შენთან იმედებით წარმოშორ, ესე იგი, იქაც ევროპაში მიდის მსგავსი, ასე ვთქვათ, საუბრები და ჩანს, რომ აი იქაც გარკვეულწილად იქაც იხარშება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ გამოსავალი ჩიხურ სიტუაციაში ვარ შესული, ხო? მართლაც რაღაც გამოსავალი ევროპელსაც უნდა მიაწოდო და მივეხმაროთ იმათაც, რომ ვთქვათ, აი რა შეიძლება იყოს ის საერთო რამაც შეიძლება თუმცა სანქციებში მე გეთანხმები გიორგი თავიდან ბოლომდე, რაც შეეხება ირანს და რუსეთს, რუსეთი უფრო გაძლიერდა ეკონომიკურად და მისი ეკონომიკური ზრდა არის ყოველწლიურად 22 წლიდან იყო +4%. რატომ? იმიტომ მან შიდა რესურსი აამუშავა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ქონდა, როდესაც მიჩვეულები იყვნენ გარედან შემოეტანათ რაღაც საქონელი, მაგრამ რუსეთს აქვს ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ირანს. ნავთობზე ზიან, ასე ვთქვათ და მენდელეევის ტაბულა აქვს თელეგაც. კი, და მენდელეევის ტაბულა. ეს არ გააჩნია საქართველოს. ამიტომ თუ რუსეთისთვის და ირანისთვის კი იყო მტკივნეული, მაგრამ მათი ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა, საქართველოსო ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ და ფიზიკურად ამის შესაძლებლობა არ გვექნება 1-20-25 წელიწადი დღეს რომ დავიწყოთ რაღაცის წარმოება. ვერ დავდგებით ფეხზე. ამიტომ ჩვენ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლების, რომელიც დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან და გაგრძელდა ამათ ხელში, რომ ჩვენ რეალურად არ ვაქცევდით ყურადღებას არც აგრარულ სექტორს, არ მივაქციეთ ყურადღება, არ დავაყენეთ ფეხზე, არც სხვა რომელიმე ინდუსტრიულ სექტორსაც მაინც და მაინც ინდუსტრიას არ ვავითარებდით და ეს არის პრობლემა ქვეყნის, როდესაც ქვეყანა არის ყოველთვის დამოკიდებული უცხოურ პროდუქციაზე და არ აწარმოებს არაფერს საკუთარს. იზოლაციაში რომ მოვიქეცით ჩვენ 2019 და 20 წელს ფაქტიურად აღმოჩნდა რომ თურმე არაფერი არ შეგვიძლია. ეგრევე დეფიციტში აღმოჩნდით. ყველაფერი დეფიციტური გახდა ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ დროებით არ შემოდიოდა. ხო უნდა მიხვდე რომ შენ უნდა აწარმოო და ვერ აკეთებ ამას. არ აკეთებ უფრო სწორად და არ აძლევს საშუალებას ქვეყანას განვითარდე. დღეს ჩვენ რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდეთ თავიდან ბოლომდე და იზოლაციაში ცივილური ქვეყნებისგან ჩვენ სერიოზულ ზიანს მივიღებთ, აღნიშნეთ სწორად ბრძანე რომ დაზარალდება მოსახლეობა. ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდება. საშუალო ფენა და ღარიბი ფენა გაუჭრელია. ის ხელფასები, რომელიც ამათ აქვთ ბიუჯეტიდან, ესე იგი ბიუჯეტი ყოველთვის მათ მოამარაგებს ამ ფულით და მოსახლეობამ რა უნდა ქნას, ხო? ანუ აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მაყურებლებსაც მინდა უთხრა, რომ გამოსავალი მე ვფიქრობ, როგორც გოჩამ თქვა, გამოსავალი მაინც არის სისტემის შეცვლაში, საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს შეცვლაში, რომ რეალურად ის შედეგი მივიღოთ, რომელიც მართლა უმრავლესობას სურს. უმრავლესობას ხალხს გულისხმობ და არა უმრავლესობას, რომელიც არის ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, მეგობრებო, როგორც თქვი, ჩვენი დრო ამოიწურა.
ჩვენ შევხვდებით სამივე მომავალ ორშაბათს 8:09 და მე კი მაყურებელს შევხვდები 5 შაბათს 6:09. მადლობა გიორგი, მადლობა მაყურებელს, მადლობა გოჩა, კარგად ბრძანდებოდეთ.